ნახეთ, ჟურნალისტი. ვიღებ. ადი დაემორჩილე. არა, ჟურნალისტი რა თქმა უნდა. კი არ ვარ ხო, კაცო ჟურნალისტი ვარ. არ ხო, ესე იგი რაღაცების რა. ბიჭო, რას ვარ ხო, ჟურნალისტი ვარ, რას აკეთებ? პირდაპირ ეთერში ხარ, რას აკეთებ? ჟურნალისტი ვარ. გამოდით გარეთ. გარეთ გადმეიღე. კი, თქვენ. ჟურნალისტი ვარ, კაცო. მოიწა პრობლემა. ეხლა რა თელევიზიაში და ავიგე ამ შვიდე და ვარ კაცო რომ ხეს ასე მინუს ბიჭო არა ვაფშე დაგე აზრე აი მოდი არ მიდეხი არა შოში ვარ აგეთ მე მეგობრებო პირდაპირ ეთერში ხედავდით რაც ხდება ჟურნალის აძევებენ პირდაპირ ეთერში ნახეთ არა მნიშვნელობა. ყოველგან. ხო, ვიცი ნახე. ეხა, აქტივენ. თვითონ აგერ ნახეთ მეგობრებო. ხო, თავად ნახეთ, ეხლა რა ხდება? რომელიც საერთოდ ადამიანი რომელსაც საერთოდ ხმაც კი არ მომიღია გამოვაძევეს დარბაზიდან კი არა დერეფნიდან პროვოკაცია არ დაუწყია, უბრალოდ იყო ის საუბარი იმაზე, რომ იმ მანდატორს არ უნდოდა, რომ გადაეღო გვარამიასთვის ერთ-ერთ ჟურნალისტი. მე მგონი ნატაკაჯაია იყო, რომელიც უღებდა და ნუ უთხრა გვარამიამ, რომ კანონიო, შენ რომ მე მეუნები, ჩემი დაწერილიაო და ფაქტიურად მიუთითა ადგილი. ის კანონი, რომელსაც შენ მეუნებიო, ანუ ის ასას მიმითითებო შენ მოგეთესებ თუ მე რომელმაც მე დავწერე ეკანონი. ეგ არის რა. მეგობრებო, ტროლებს არ აყვეთ. ტროლების შემოსვლა ნიშნავს კიდე დღევანდელი პოსტის შემდეგ. ეგ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად მიდის. ჩაკეტილი თავი გზა რა ეს გზა არის ჩაკეტილი აქვს თქ. მოკლედ ეს არის მეგობრებო, თავად ნახეთ რომ აი არაფრის გამო გამომაძევეს. ხო აი ხო ნახეთ, აი ხო ვინც პირდაპირ ეთერში ნახეთ ხმა რა მოვიღია. ანუ არც თუ უხეში რამე მithქვამს ან რბილი სიტყვა მიმითითებია ვინმესთვის არამედ უბრალოდ არ მithქვამს არაფერს საერთოდ. თუ ვიმჯელეთ რამდენი კაცი დადის აქციაზე, ყველაფერი კარგად მიდის. ყველაფერი კარგად არ მიდის. უბრალოდ მაგას შენ არ გეუნებიან და შენთვის დავალებული აქვს ალბათ. რომ აქციებზე ილაპარაკო, მაგრამ როგორც კი ამერიკიდან წამოვა ისა, მწვანე. მერე საქართველოს ეკონომიკა გახდება როგორც აფხაზეთის ეკონომიკა და მან შენც და მეც თანაბრად იქნება ყველასთვის. ეს არის პირდაპირ მესიჯი დასავლეთისთვის, რომ საქართველოში იმ ფონზე, როცა იხილება ამერიკაში არა დემოკრატიული ის როგორ ქვია იმ კანონს უცხოური გავლენების ჩრდილოეთის იმის რა ქვია რუსეთის გავლენების შემცირება საქართველოში
ჩინეთის კომუნისტური პარტიის გავლენების შემოწირება საქართველოში და ირანის ისლამური სახელმწიფოს გავლენების შემოწირება საქართველოში. ამ პირობებში სამი ლიდერის დაკავება ოპოზიციონერის ნიშნავს პირდაპირ მესიჯს, რომ კი ბატონო მელია გვარამია ჯაფარიძე ოქროაშვილი არ არის რა ქვია. რა არის? 2 წუთი ქონდა. ოქროაშვილი არ არის პოლიტიკაში აქტიური, მაგრამ ისიც დააგავეს როგორც ნახეთ. ტრამპზე რა თქვა გვარამიამ ადრეო, რა ბევრმა ლანძღა, მათ შორის ტრამპს გვარამიასაც აგალანძღული ტელევიზიით, მაგრამ ანუ რა გამოდის რომ კოცები აქებდნენ ვიღაცეები და იმას ეძახდნენ რა ქვია. რას ეძახდნენ აღარ მახსოვს. ალისფერი კორი თუ რაღაცას ეძახდა აღარ მახსოვს რას ეძახდნენ. იმინო თუ რაღაცას ეძახდნენ. მოკლედ რო აქებდნენ და აი ტრამპი მოვა და კოცებს ეშველება და ამას რომ ამბობდნენ. და აქეთ ამ მხრიდან ვიღაცა აგინებდა იმის ხარ დაიჭირა მაინც. ანუ რა გამოდის რომ იმდენად რთული სიტუაციაა საქართველოში. რომ ეს ყველაფერი მიზერულ მნიშვნელობას ატარებს, ასე თქვენ თქვით.